ათასობით წლის წინ, როცა ადამიანი ჯერ კიდევ სუსტი იყო, მან იპოვა ძალა, რომელმაც ყველაფერი შეცვალა. ეს არ იყო არანაირი სახის იარაღი, ეს იყო უბრალოდ ცხენი. არსება, რომელმაც ადამიანი ისტორიაში შეიყვანა. და დღესაც 21 საუკუნე ომი იმართება დრონებით, თანამგზავრებით, ხელოვნური ინტელექტით და მაინც ფრონტზე ისევ გამოჩნდა ცხენი. არა ფილმში, არა მუზეუმში, რეალურ ცხოვრებაში, უკრაინაში. როცა რუსულ არმიას ტექნიკა, საწვავი, რესურსები აკლდება, ისინი უკან ბრუნდებიან ომის ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალასთან, რამაც ადამიანი დღეს აქ მოიყვანა, ცხენი, რომელიც არ საჭიროებს ბენზინს, არ იწვევს ხმაურს და შეუძლია გაიაროს იქ, სადაც ტანკი ჩერდება. ეს სცენა ბევრს აბნევს, როგორ შეიძლება თანამედროვე ომში ცხენზე დაყრდნობა, მაგრამ სინამდვილეში ეს ისტორიის გამეორებაა. History do repeat itself. პირველი მეორე მსოფლიო ომში ძალიან დიდი რაოდენობით ცხენი დაიღუპა სხვადასხვა მიზეზების გამო და დღეს ამდენი წლის შემდეგ ცხენი ისევ ბრუნდება უკრაინა-რუსეთის ომში როგორც უკანასკნელი რესურსი. ეს არ არის პროგრესის სიმბოლო, ეს არის სიგნალი, რომ ომი ისევ იქ ჩავიდა, სადაც ადამიანი და ცხოველი ერთად იტვირთავენ მის უმძიმეს ფასს. ცხენი არ ირჩევს მხარეს, მაგრამ ყოველთვის იხდის მის საფასურს. საერთო ჯამში ცხენების გამოყენება ამ ომში არ წარმოადგენს სტრატეგიულ სიახლეს, არამედ ასახავს ლოჯისტიკურ და ოპერატიულ გამოწვევებს, რომლის წინაშე სამხედრო ძალები დგანან თანამედროვე მაღალტექნოლოგიურ კონფლიქტებში. 30,000 წლის წინ ისინი უკვე ხატავდნენ გამოქვაბულის კედლებზე, ძლიერ, სწრაფ და თავისუფალ არსებებად, მაგრამ მაშინ ცხენი ველური იყო და დიდი ხნის განმავლობაში გარევულად რჩებოდა. სად და როგორ მოახერხა ადამიანმა მისი მოშინაურება? ცხენის გვარის წარმომადგენელი ცხოველები, ეკვიდები, პირველად ჩრდილოეთ ამერიკაში განვითარდნენ. დაახლოებით 4 მილიონი წლის შემდეგ უძველესმა ეკვიდებმა დაიწყეს გადაადგილება ბერინგის სახმელეთო ხიდზე, რომელიც მაშინ ამერიკასა და აზიას აკავშირებდა ერთმანეთთან და ბოლოს დაახლოებით 4200 წლით თარიღდება წლის წინ მოხდა გადამწყვეტი მომენტი. დასავლეთ ევრაზიის სტეპებში ადამიანებმა პირველად მოიშინაურეს ცხენი. ეს ცხენები გამოირჩეოდნენ გამძლეობით, ძლიერი ზურგით, 7 ხასიათით, რაც იდეალურს ხდიდა ადამიანისთვის გადასაადგილებლად ან ტვირთის გადასაზიდად. სწორედ ამ მოშინაურებულმა ერთმა ხაზმა ჩაანაცვლა ველური ცხენები და სწრაფად გავრცელდა აზიის ტერიტორიაზე. ცხენმა შეცვალა ყველაფერი, გადაადგილება, შრომა, ვაჭრობა. მან ადამიანები დააკავშირა უზარმაზარ დისტანციებზე და საფუძველი ჩაუყარა იმპერიებს. ცხენი აღარ იყო მხოლოდ ცხოველი, ის გახდა ცივილიზებული ძალა და დღესაც ათასობით წლის შემდეგ მისი ისტორია კვლავ გრძელდება. როცა მსოფლიო ომზე ვფიქრობთ, გვახსენდება ტანკები, ავტომატები, თვითმფრინავები, მაგრამ სიმართლე ბევრად უფრო მიწიერია. პირველი და მეორე მსოფლიო ომი ცხენის გარეშე ვერ იარსებებდა და ალბათ უკეთესიც იქნებოდა, მაგრამ ფაქტი სხვა არის. 1914 წელს ომი დაიწყო როგორც მოძრავი ომი და კავალერიას ბევრ ამეს უწინასწარ მეტყველებდნენ, თუმცა ტყვიარქვევებმა ცოტა ხანში ცხენი ჩეტევა უაზრო გახადა, მაგრამ ცხენი არ გამქრალა, უბრალოდ იქცა უხილავ ძალად. ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ უამრავი ცხენი და ჯორი გამოიყენეს არტილერიის, საკვების, საბრძოლო მასალების გადასაზიდად. კალახიან გზებზე, სადაც მანქანები და ტექნიკა ფუჭდებოდა, ცხენები მუშაობდნენ ყოველ დღე და უცებ mind-blow ფაქტი, ბრიტანულ არმიას იმაზე მეტი ცხენი ყავდა, ვიდრე კოლონიებიდან ჯარისკაცი. და ამ ცხენების უმრავლესობა ბრძოლაში, რაღაცა ტყვიამქვევით ან ტანკის ზემოქმედებით კი არ დაიღუპა, არამედ შიმშილობით და გადაღლილობით. სანამ გავაგრძელებ, უცებ გეტყვით, რომ ვიდეო დაალაიქოთ, არხი გამოიწეროთ. ამას დაესაბინე ჯაფრი გოჩქარები და სულაც იყავ. მეორე მსოფლიო ომში ზუსტად იგივე ხდებოდა. აღმოსავლეთ ფრონტზე, სადაც პრაქტიკულად გზები საერთოდ არ იყო, ცხენები დაუღლელად შრომობდნენ. გერმანიის ვერმახტი ომის განმავლობაში მილიონზე მეტი ცხენს იყენებდა. ანუ რამხელა ციფრია ხალხო ეს მილიონი, ანუ მილიონზე მეტი ცხენი ომში. თან მით უმეტეს გერმანიაში ზამთარში, როცა ტექნიკაც იყინებოდა, გზებიც იყინებოდა, ცხენებს ამუშავებდნენ, ცხენები შეუსრულებელი იყვნენ. როცა მსოფლიო ომებს ვიხსენებთ, გვახსენდება სხვადასხვა ქვეყნის მმართველები, რაღაც გამორჩეული ტექნიკები, რაც ამ ომებში იხმარეს, თუმცა მეტწილად ეს იყო ომები, რომელიც ამ ცხენებმა ზურგით ატარეს. ერთი ფოტო გამახსენდა, როცა ამ თემას ვიძიებდი და მინდოდა თქვენთვის მეჩვენებინა, ისტორიული ფოტოა. მოიცა განახებთ აი ეს ფოტო. შეიძლება ბევრმა იცოდეთ, იმიტომ რომ ძალიან პოპულარული ფოტოა. პირველი მსოფლიო ომში 1919 წელს არის გადაღებული, გამოსახულია ამერიკელი ჯარისკაცების ესეთ დანაყოფის ფოტო. ბევრს ეგონოდა მათ შორის მეც, რომ
ეს ფოტო პირველ მსოფლიოში გარდაცვლილი ცხენების პატივსაცემად იყო გადაღებული და მაგდიოდ განან ესე. სიამთულეში ეს ცხენის თავი მათი დივიზიის ლოგო ყოფილა და ასახავს დივიზიის ერთ-ერთ უდიდეს სამხედრო სექციას, ადამიანურ ორგანიზაციას და გუნდურ მუშაობას და ჰქონდათ გადაღებული უბრალოდ სიმბოლურად და ესე შეგვიყვანეს შეცდომაში რა უბრალოდ არ ვიცოდით, უნდა წაგვიკითხა. და ბარემ ცხენებზე საუბრობ და რეკომენდაცია რო გავუწიო ერთ-ერთ ფილმს მებრძოლის ცხენი ქვია, არ შემიძლია, რეალურ ფაქტებზეა დაფუძნებული. გვიჩვენებს როგორ აკონტროლებდნენ ცხენები ომის ბედს. ნუ უცებ სპოილერი არ გამომივიდეს, ერთ ბიჭზეა, ომის დასაწყისია, როგორ გაუყიდის მამა ცხენს, თავის გაზრდილ ცხენს ამ ბიჭს, რო ლუკმა პურის ფული შევოს და მიწისვალი გადაიხადოს. ეს ცხენი სამხედრო ბაზაზე აღმოჩნდება და აქედან იწყება ბიჭის და მაგ ცხენის ისტორია. არ დაგასპოილერებთ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცები ხდება აუცილებლად ნახეთ, აი ეს ფილმია. ცხენებზე ისტორია ეს იყო, ცხენი ომში იყო უხილავი გმირი, ყოველდღიური ბრძოლისა და გადარჩენის სიმბოლო, რომელიც თავად ისტორიას ხშირად ავიწყდება. მათ არ აურჩევიათ მხარე, მათ არ აურჩევიათ ომი, მაგრამ მათ გარეშე ომები უბრალოდ ვერ იარსებებდა. გილოცავთ, ჩემო გამომწერებო და არა მარტო გამომწერებო, ვისასარგებლოდ გამოწერილი გამოიწერეთ არხი. გავლეშობა ახალ წლებს, მინდა რომ სულ ბედნიერი იყოთ. ხო, ბევრს მოგვიწევდა ეხლა დალევა ამ ახალ წლებზე ტრადიციულად და ძალიან მაგარ თემას მინდა შევეხო. ბევრისთვის საყვარელს. ესეთი ლეგენდა არსებობს. ძველი დროა, უძველეს დროში ერთი შიმპანზე გადააწყდება დამწიფებული ხილის, კერძოდ ქლიავის ნამდვილ სამოთხეს, რომელიც ძირსყრია და მიიზიდავს მისი დამათრობელი ტკბილის სურნელი და იწყებს გაუმაზღრად ჭამას რა. ჭამს ბევრს და ეუფლება რაღაც უცნაურ ეფექტის ძალას. ამასობაში იქაური ადგილობრივი მცხოვრები ხალხი აკვირდება ამ ცხოველის ქცევებს და შედეგი იყო შემდეგი. Random მაიმუნმა შეიგრძნო პროცესი, რაც ადამიანებმა შემდეგში გამოიყენეს ალკოჰოლის შესაქმნელად. დასავლეთში ხალხს და ბევრ მეცნიერსაც რომ კითხო, უძველესი ალკოჰოლის ქვეყანა არის ჩინეთი, ძვ.წ. 7000 წლით თარიღდება. ბევრ წყაროებში ესეა და თქვენც რომ ნახოთ მართლა ესეა, არ უარყოფ, მაგრამ მხოლოდ მწირმა რაოდენობა ვიცით სად მარხია ძაღლის თავი და ვინა უძველესი ალკოჰოლის და ღვინის ქვეყანა ზოგადად. ამაზე მოგვიანებით ეტყვით, მაგრამ ჩინეთშიც არის აღმოჩენილი თიხის ჭურჭელი, სადაც ამზადებდნენ სასმელს გაადუღებული ბრინჯით, თაფლით, ფეტვით და ყურძენით. რამოდენიმე 1000 წლის შემდეგ ყველა კულტურამ მსოფლიოს გარშემო დაიწყო თავიანთი სასმლის ფერმენტაცია. უძველესი მესოპოტამიელები და ეგვიპტელები ლუდს ხარშავდნენ არცვლეულით მთელი წლის განმავლობაში. ეს ლუდი ხელმისაწვდომი იყო ყველა სოციალური ფენისთვის, მუშებს დღიურად ურიგდებოდათ, გაიკვირდებათ და ისინი ღვინოსაც კი ამზადებდნენ, თუმცა კლიმატი არ იყო ყურძნის მოსაყვანად შესაბამისი, ამიტომ იქ ღვინო იშვიათი და ძვირადღირებული სასმელიც იყო. აი საბერძნეთსა და რომში ვაზი უფრო ადვილად იზრდებოდა და იქ ისეთივე ხელმისაწვდომი იყო ღვინო, როგორც ლუდი ეგვიპტესა და მესოპოტამიაში. ძირითადად უძველესი ხალხი ალკოჰოლის დასამზადებლად იყენებდნენ იმ ხილს და მარცვლეულს, რაც მათ მიწაზე მარტივად ხარობდა და იყო ხელმისაწვდომი. მაგალითად, სამხრეთ ამერიკაში ამზადებდნენ ჩიჩას მარცვლეულისგან, ის მოტკბო სასმელია. თეთრი ბრინჯისგან ამზადება, დარიჩინისგან, რძის პროდუქტებსაც უმატებდნენ. ზოგჯერ ჰალუცინოგენ ბალახებსაც კი ამატებდნენ ნეტარისთვის. დღევანდელი მექსიკის ტერიტორიაზე პულკე კეთდებოდა კაქტუსის წვენისგან. აღმოსავლეთ აფრიკაში ხალხი ლუდს ამზადებდა ბანანის და პალმის ნაყოფისგან და ტოტებისგან. დღევანდელი იაპონიის ტერიტორიაზე მოგეხსენებათ საკე, ალბათ ყველა მიცით, ბრინჯისგან. ალკოჰოლის მოხმარება ყოველდღიურ ცხოვრებაში ნენელა ისეთი პოპულარული გახდა, რომ ზოგ მეცნიერს და ქვეყნის ავტორიტეტს სჯეროდა, რომ ალკოჰოლი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო იყო და მემატიანეები აღწერენ მის მოქმედებით თვისებებს, არ ვიცი რა სარგებლობას ნახულობდნენ მაგაში. ცოტა ჩვენსკენ რო წამოვიდეთ, ებრაელები და ქრისტიანები რიტუალებისთვის იყენებდნენ ღვინოს, მაგრამ ჭარბ ალკოჰოლს, რაც თრობას იწვევდა, ცოდვად მიიჩნევდნენ. ახლო აღმოსავლეთში, აფრიკაში, ესპანეთშიც ისლამური წესები სადაც იყო, ადრე კრძალავდნენ ალკოჰოლს საერთოდ. უძველეს ფერმენტირებულ სასმელებს შედარებით დაბალი ალკოჰოლის შემადგენლობა ჰქონდათ, დაახლოებით 13% და ხოლო დუღილით ალკოჰოლის დონეს ვერ უმატებდნენ. ამიტომ 1000 წლით ალკოჰოლის დონე შეზღუდული ჰქონდათ. სანამ არ ისწავლეს, აი გამოხდას რასაც ვეძახით ჩვენ, დისტილაცია, სირთხის გაწმენდის პროცესი ადუღებით და გაციებით. მე-9 საუკუნიდან აღწერენ არაბები ამ პროცესს. მოგეხსენებათ, ალკოჰოლი წყლისგან განსხვავებით უფრო დაბალ ტემპერატურაზე ორთქლდება. ამ ორთქლს აგროვებდნენ, აგრილებდნენ, შედეგად მიიღებოდა სითხე ბევრად უფრო კონცენტრირებული ალკოჰოლი, ვიდრე სხვა ფერმენტიზირებული სასმელი. თავდაპირველად ეს ძლიერი სასმელები სამკურნალოდ გამოიყენებოდა მხოლოდ, შემდეგ სპირტიანი სასმელები სავაჭრო პროდუქტი გახდა, რადგან ამ ადუღებული
ლუდისა და ღვინისგან განსხვავებით არ ფუჭდებოდა. შემდეგ უკვე მე-18 საუკუნეში კარიბის ზღვებზე გვხვდება შაქრის ლერწამებით თუ ლერწმებით. ქართულის მასზე მიყურავდის ახლა. დამზადებული სასმელი, რომელსაც რომს უწოდებდნენ, ამზადებდნენ ევროპელი კოლონიები ამ რომს, რომელიც დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. მეზღვაურებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტი გახდა, ვაჭრობისთვისაც გამოიყენებოდა. ევროპელებმა ბრენდი და ჯინი აფრიკაში შეიტანეს და მათ სანაცვლოდ ისეთ საქონელს ყიდულობდნენ, როგორიცაა პალმის ზეთი და რეზინი. ამ რეგიონებში სპირტიანი სასმელი ფულის როლსაც კი ასრულებდა. ხო, როცა ალკოჰოლზე და ღვინოზე ვსაუბრობთ, სად იყვნენ ჩინელები და ევროპელები ჩვენთან რომ ვაზი გუგუნებდა. არქეოლოგიურმა აღმოჩენებმა აჩვენა, რომ ღვინოს საქართველოს ტერიტორიაზე 8000 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს. ნეოლითის ხანით დათარიღებულ თიხის ჭურჭელში, ქვევრებში აღმოჩენილია ღვინის ქიმიური ნარჩენები, ყურძნის მჟავა და ტარტრატები, რაც ცალსახად მიუთითებს ღვინის არსებობაზე. ეს არ იყო შემთხვევითი ფერმენტაცია, ეს იყო მიზანშეწონილი ღვინის დაყენება. ქართველებმა ერთ-ერთმა პირველებმა არა მხოლოდ მოიშინაურეს ვაზი, არამედ შექმნეს უნიკალური ტექნოლოგია ღვინის დაყენება ქვევრში. ქვევრი მიწაშია ჩაფლული, ის ინარჩუნებს მუდმივ ტემპერატურას, აძლევს ღვინოს ბუნებრივად დუღილის საშუალებას და ინახავს მას, რაც თავარია ქიმიური ჩარევების გარეშე. ეს მეთოდი რა თქმა უნდა დღესაც გამოიყენება და იუნესკომ იგი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა. საქართველო არის ადგილი, სადაც ველური ვაზი იზრდებოდა და დღეს სოფლიოში არსებული ვაზის ჯიშების დაახლოებით 500-ზე მეტი სწორედ საქართველოში მოდის. უძველესი დროიდან ჩვენთან ღვინო არა მარტო სასმელი, არამედ რიტუალი, სარწმუნოება, სოციალური კავშირი იყო. ამიტომ როცა ვამბობთ, რომ ღვინის და ალკოჰოლის ისტორია სოფლიოს ბევრი ქვეყნიდან იწყება, ღვინის ისტორია ერთ ადგილზე იკრებს თავს და ეს ადგილი საქართველოა.